მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა, ანუ როგორ შეიძლება შენი ცხოვრება სულ მალე. ასეთ გაშლებს ვაკეთებ ხშირად, რატომ? იმიტომ რომ მართლა ძალიან მალე იცვლება ყველაფერი სივრცეში და ამიტომ როცა ბევრი ადამიანი უყურებს, შეიძლება ზოგს რეზონირდება, ზოგს არ რეზონირდება, მაგრამ აი ეს ინტერესი არის და რა სფეროს შეეხება, ხო? ეგაც აუცილებლად უნდა ვნახოთ ჩვენ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? რა უნდა გაუშვა თქვენი ცხოვრებიდან, რომ აი ეს გქონდეთ თქვენ ეს მომენტები, რომ თქვენ გაიგოთ, რომ ანუ მოულოდნელი რო არ იყოს თქვენთვის რაღაც მოვლენები. ამიტომ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ პრინციპში მოდით აბა ვნახავთ ჯერ რა ენერგიებში ხარ თქვენ, რომ ნამდვილად იცოდეთ რომ თქვენი გაშლა, ხო? ვნახოთ ახლა რა ენერგიებში მყავხართ ახლა თქვენ აქ. Ну, აი ზუსტად ეს მომენტი არის, რომ თქვენ აქ რაღაცა გიჭირთ რაღაცის გაშვება. ეს ეხება შეიძლება ურთიერთობას, სიყვარულს რა. შეიძლება გქონდეთ რაღაცა სიყვარული, ისეთი აი ძლიერი ადამიანთან, რომელთან აი ვერ გაუშვით ჯერ ბოლომდე და შეიძლება ამ სიყვარულს მიათრევთ, ასე რომ ვთქვათ, რამ სხვანაირად ვერ ვეთქვი, იმიტომ რომ პენტაკლების აქ არის რაინდი. როცა ვერ ვუშვებ გულიდან, როცა არის სულ ჩემს გულში, როცა ანუ არის რაღაცა მომენტები და ნახეთ, საერთოდ როცა შენ რაღაც აი გინდა ახალი და არ უშვებ ძველის, ახალი რანაირად მოვა, ხო? არანაირად, აი ელემენტარული რომ არის უბრალოდ ტექნიკა, თუნდაც რომ შენ თუ გინდა ახალი რამე შემოვიდეს, აუცილებლად უნდა შენი გარდერობი გაახარიცხო და რასაც უკვე შენ არ იცნევ, თუნდაც ახლა მაქსიმუმ ახლა 2 წელი უკვე უნდა გააჩუქოთ და ახალი შემოვა. ისე ვაფშე კარგია რომ სულ მალე რომ ნახო, რომელიცაც შენ უკვე ნივს თქვათ არ იყენებ, უკვე შეგიძლია ეს ან გააჩუქო, ან გადააგდო, რაღაცა გააკეთო. ნუ რაც ეხება ურთიერთობას, რომელიც არ ვითარდება დიდი ხანია, ხო? შეიძლება აქ თქვენ ხართ უბრალოდ ენერგიაში, რომ აი დაუშვოთ, ვერავის ვერ ვუშვებ ჩემს გულში. ეგეთ შეიძლება იყოს აქ ესეთი რამე, რომ თქვათ ახლა ან ნუ უფრო რაღაც უფრო მეუბნებიან, რომ შეიძლება თქვათ უფრო ხო რა სიყვარულს ვერ უშვებ თქვენ რაღაც არის აქ რაღაც ან ვიღაც. ნახოთ. აბა ვნახოთ. პირველი, ანუ უკვე რა ცვლილებები უკვე მოდის თქვენს ცხოვრებაში, ეს ვნახოთ აუცილებლად. რა სფეროს ყველაზე ძალიან შეეხება, ეს ვნახოთ. რა უკვე უნდა გაუშვა შენ, იმიტომ რომ ნუ იმისთვის რომ ახალი ეტაპი დაიწყოს შენ ცხოვრებაში. და ესეც ვნახოთ ახლა რა შესაძლებლობას გიმზადებს უკვე შენ სამყარო. და რა თქმა უნდა ვკითხოთ ახლა აქ უკვე როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება უახლოს მომავალში და მთავარი გზავნილი შენთვის ავიღო. თუ იქნება საჭირო, კიდე აქ რაღაცებს დავამატებ, კითხვებს რა თქმა უნდა. ნუ უკვე მაჩვენებენ, რომ პრინციპში თქვენ აქ მზად ხართ უკვე, ნუ ჩემი იმპერატრიცებს, ჩემი გოგოები, ვინც არიან ჩემთან ქალთა სკოლაში და კურსებსაც ესწრებიან, თქვენი გამარჯობა უკვე აქ არის რა. ანუ აქ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მართლა ბევრი რაღაცები, რასაც აი რა არის, იცით, აი ჩვენ გვინდა დაუშვათ ახალ რეალობაში გადასვლას, მაგრამ ახალ რეალობაში რო გინდა ახალ სცენარში თუ გინდა შენ გადასვლა, რა თქმა უნდა, რაღაცაც უნდა წავიდეს შენი ცხოვრებიდან და შეიძლება აქ ადამიანს უჭირდეს რა. ანუ აი არ მინდა არაფერი თქვათ ახლა სხვა აი დაუშვით ახლა მე რომ სიტყვა სამსახურს თუ დავკარგავ, იქ ხომ აქ რაღაცა ხელფასე მე რა ვიცი რა შემოვა კარგი, უფრო კარგი. ნუ რა თქმა უნდა შენი განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაგანი შენი განწყობა, როგორ ხარ შენ მზად თქვათ იმისთვის რა. თუ ეხლა არა ხარ მზად და ებღაუჭები იმას, რასაც უკვე ნამდვილად ნუ უნდა გაუშვა, იმიტომ რომ შიში გაქვს, არ იცი თქვათ მე რა ვიცი რა იქნება, ხო? და აი ამის გამო შენ თუ ებღაუჭები ძველი რაღაცებს, ნუ აუცილებლად გადაგიყვანებენ სხვა რეალობაში, მაგრამ просто უბრალოდ ცოტა რთულად იქნება. ამიტომ უნდა იყო ყოველთვის გახსნილი გულით ცვლილებებისთვის. ვნახოთ რა ცვლილებები უკვე შემოდიან შენ ცხოვრებაში, აი ზუსტად ახალი ცვლილებები და ამას აჩვენებენ. აქ არის ახალი პერიოდი, აი თითქოს ნახეთ, აი აქ როგორი ენერგია მოდის, როცა მე აი ბევრ რამეს
თავისუფლდება ადამიანი რა. ანუ ზუსტად შემოდის პირველ რიგში აი ეს ცვლილება, რომ შენ თვითონ შეიცვლები, ნამდვილად შენ თვითონ შეიცვლები, ნამდვილად შენ თვითონ ანუ კაი ხასიათზე იქნები, კაი სიხარულშიც იქნები, კაი სიხარულში. ნუ მიხვდეთ რა, კაი ემოციებში იქნები და სხვათა შორის აქ ვიღაცის ცხოვრებაში, ეს რა თქმა უნდა თითოეულისთვის შეება შვილი შემოვა, ბავშვი შემოვა თქვენ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა თქვენი ცხოვრება უკვე შეიცვლება ან შვილი რა ვიცი და უეჭველი აქ რაღაცა შეიცვლება, კი არა, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება უკვე თქვენს ცხოვრებაში რა. ნუ ეს ახლა იმათთვის, ვისაც აქტუალურია, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანები უყურებენ ამ ყველაფერს. შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში სხვათა შორის ახალი გაცნობა, ხო? ან ახალი შეიძლება თქვათ აირჩიოთ თქვენ როგორ იცით ისეთ ენერგიას, რომ აი ბევრი რაღაც სიახლე, რაღაცა რა შეცვლის, შეიძლება რაღაცა გზავნილი აი უნდა მეთქვა, ხო? ვიღაცა შეიძლება აირჩევს სწავლას, აი სხვათა შორის ჩემთან ახლა კურსი დაიწყება უკვე სექტემბრიდან და უკვე მოდიან გოგოები, ვისაც უნდა რომ თავისი ცხოვრება შეცვალონ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შენ როცა რაღაცას ახალს სწავლობ, აუცილებლად შენი ცხოვრება ყველა ვარიანტში შეიძლება უკეთესობისკენ, იმიტომ რომ შენ ვითარდები, ხო? აი აქ აუცილებლად ვიღაცას რაღაცა აი ეს ენერგია, ახალი ენერგია კიდე შემოდის, რა შეიძლება კიდე შეცვლის. აი შენ თვითონ შეიძლება სწავლობ რაღაცას, რა აი რამე პროცედურებს თქვათ, ახალგაზრდავდები სიტყვაზე კი. აი აქ კიდე არის, ნახეთ, რა ენერგია არის, რა შეცვლის თქვენ ცხოვრებას, სხვათა შორის აქ შემოდის თქვენთან ვიღაცას ან უკვე ყავთ თქვენ მამაკაცი და მამაკაცის მეშვეობით თქვენი ცხოვრება რაღაცნაირად შეიცვლება. ანუ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია შეიძლება თუ თქვათ სხვათა შორის თქვენ თუ ბიჭებო თქვენთვის ეს არის რომ შეიძლება თქვენ ახალ ბიზნეს გახსნით. ეგაც შეიძლება. აქ ფინანსური თემაც არის უეჭველი, ყველა ვარიანტში შეიძლება თქვენ აქ კიდე შეცვლის ის რომ თქვენი აღიარება რა, როგორც კარგი ხელმძღვანელის თქვათ შეიძლება ეს ვიღაცასთან პირიქით ახალი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს და ის შეცვლის თქვათ ახლა ნუ მაგას სხვაგან რიგი ექნება და შეცვლის. ნახოთ ახლა უფრო ყველაზე მეტად ესე იგი შენი ცხოვრებაში შეეხება პენტაკლების მეფე. ნუ აქაც პენტაკლების მეფე, გეუბნებით. აქ შეიძლება ზოგისთვის რაც მე ვთქვი უკვე მამაკაცის თემაზე, რომელიც სფეროს ნახეთ, ახლა მოდით შევხედოთ. აქ ექნება ბევრი სფერო, რატო? იმიტომ რომ პენტაკლების მეფე. ამიტომ პირველ რიგში, რადგან ეს არის პენტაკლების მეფე, ჩვენ ვთქვათ, რომ ეს შეეხება ფინანსებს. რა თქმა უნდა, აქაც მაჩვენებს, აქაც მაჩვენებს. აბა ვნახოთ ფინანსებს. კი, აქ კიდე მამაკაცი. აჰა, გასაგებია, ვაიმე, ეხლა ვეგეტყოთ. ეხლავე. ორ რამეს მეუბნებია. პირველი, რა თქმა უნდა, შენ აი აქ, ვისაც აქვს, ნახეთ, აქ ვისის იქნება რა სფეროში, თუ ეს ეხება ფინანსებს. ფინანსებში ექნებათ ცვლილება იმ ადამიანებთან, ვინც ნამდვილად არის დღეს დაკავებული იმ საქმეთ, რა საქმეც მას მოსწონს. მე ავერჩიე ის საქმე, რომელიც მე მიყვარს, რომელშიც მე ვდებ გულს, სულს და ასე შემდეგ თქვათ ყველაფერს, რაზეც მე აი სულ ვმუშაობ და მე ეს მიყვარს, იმიტომ რომ ეს მე აი კაი ხასიათზეც მაყენებს, ხო? ანუ აი ასეთი ადამიანებისთვის გექნება თქვენ ფინანსური ცვლილება ძალიან სერიოზული რა, აი ძალიან სერიოზული ფინანსების შემოვა. ძალიან მაგარი რა. ანუ დაფასდება ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ და ძალიან კმაყოფილი იქნებით. კიდე აქ არის, ნუ ბევრნი ხართ, ამიტომ ვისაც დაუშვათ ახლა არ აინტერესებს არანაირი სამსახურები და არანაირი ისინი ეს სამწუხაროა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. შეიძლება ის ადამიანი აქ რადგან პენტაკლების მეფე მაინც აქცენტს პირველ რიგში გავაკეთებ იმაზე, რომ შეიძლება თქვენი მეუღლე, როგორც აქ ვაჩვენეს, ან ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, აქ ეს ადამიანი
შეცვლის თქვენ ცხოვრებას, ანუ უფრო იმოქმედებს, მოდით ასე ვთქვათ რა. აქ იქნება ზოგისთვის შეიძლება ადამიანი თქვა თქვენ ელოდებოდით დიდ ხანს მისგან თქვა ხელის თხოვნას თქვა ხო დაუშვით მოვა და გააკეთებს თქვა ნუ ხელის გთხოვს. არჩევანს გააკეთებს გული თქვენზე და მიხვდებით. შეიძლება თქვენ შეხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენ გულთან იქნება ახლოს. ანუ ისეთი ადამიანი, რომელსაც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდით. კი და არ შემოდიოდა ესეთ ადამიანი კი აი ზუსტად თქვენ ელოდებოდით შეიძლება თხოვდით რომ თქვა ღმერთო გეხვეწებით თქვა აი ასეთი მინდა ხო და აი თქვა დამანახე რა თუ არსებობს ეგეთი პიროვნება და ზუსტად ასეთ ადამიანს შემოგიყვანებენ თქვენ ცხოვრებაში კიდე თუ თქვენ გქონდა თქვენს მეუღლესთან დიდი ხანია დაუშვით რაღაცა მნიშვნელოვან მამაკაცთან რამე პრობლემები და ანუ არ აკეთებდა ადამიანი თქვენზე არჩევანს, ხო? აქ ადამიანი მოდის თქვენთან და გეტყვის, რომ всё, მე მივხვდი, რომ შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი. კი, აქ შეიძლება წასვლაც იყო და იმ წასვლაში ადამიანმა ბევრი რაღაცები მივხვდა, გაიაზრა და დასკვნა გამოიტანა, რომ კი, ნამდვილად ეხლა რაღა ვიფიქრო და რა ჩემი ბედნიერება, თუ მე მინდა აი ზუსტად ამ ქალთან ურთიერთობა და ამ ქალთან ურთიერთობის შექმნა ბიჭებო თქვენთან ნუ ახლა გადაატრიალეთ თუ თქვენ ვინმე უყურებთ ამას იმიტომ რომ აქ გეუბნებით იქნება ანუ даже სამი ვარიანტი გამოგვივიდა ხო იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია იმიტომ რომ ეს არის საჯარო გაშლა არ არის აუცილებელი რომ შენ მთლიანად რეზონირდეს აქედან ყველა იღებს იმას რაც მისთვის უფრო მისაგეთ თუ შენ ქმარი არ აყავს არ არის საჭირო მომწერო ქმარი არ ამყავს მე ეს შენ უნდა იცოდე ესე იგი ახალი ვიღაცა პიროვნება შეიძლება შემოვიდეს შენთან ისეთი თქო ქმარი ყავს ესე იგი ნუ ახალი არ გჭირდება აგერ და ასე შემდეგ თორე უკვე მართლა სასაცილოა ზოგჯერ რომ მე ქმარი არ ამყავს ნუ ესე იგი ეს რას ნიშნავს ესე იგი არ არის შენი გაშლა всё მორჩაკ რა თუნდა ახლა ამისე დაწერე ჩემთვის კი კარგია წერეთ რაც გინდათ იმიტომ რომ YouTube-ისთვის ეს არის სასარგებლო და სხვა ვიღაცები ნახავენ მე ამ გაშლებს და იქნება იმათი ინფორმაცია იყოს აქ მაგრამ თქვენ რა გინდათ ახლა კარგით ახლა მოდით ნახოთ რა ამოვლენა ან ადამიანი გახდება ანუ მთავარი აი ესეთი კატალიზატორი ასე რომ ვთქვა თქვენი აქ სიტუაციას ახლა მე ვნახავ ჯერ თუ მოიცადეთ ერთი წუთით აი ამაზე არ მქონდა გამოღებული შეხედე თქვენ და ამოვიღებ ახლა მე იმიტომ რომ არამერიოს იმიტომ რომ ამაზე კითხვები გამოტოვებული მქონია კითხვა აი რა კაია რომ იწერია აი ზუსტად ნახოთ ახლა ანუ რა მოვლენა ან რა ადამიანი გახდება ამ ცვლილებების აი ეს კატალიზატორი რა მთავარი აი ეს იქნება როგორი სიტუაცია ნახეთ აქ ადამიანი კი არა აქ უფრო გამოსვლა, ისე იგივე კარგს მაჩვენებენ. აია. აი ნახეთ რა იქნება. ის რაზეც თქვენ ნერვიულობდით, ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან ყველა ვარიანტში წავა. აი ყველა ვარიანტში თქვენ ამას მოერევით რა. ყველა თქვენს დარდს შეიძლება გქონდეთ რაღაცა კიდე აი ილუზიები, რამები, აი ვაფშე სულ განთავისუფლდებით ამ სიტუაციებიდან შემიძლია გითხრათ, აი საერთოდ განთავისუფლდებით რა. ნამდვილად და ეს იქნება იმ კატალიზატორი. აი ეს თქვენ რომ აი ამას გაუშვით, რაზეც ჩვენ დავიწყეთ, ხო? აი ეს რასაც თქვენ ვერ უშვებდით, ამისგან განთავისუფლდებით მთლიანად და ამიტომ აქ შემოდის თქვენთან მართლა სათანადო პიროვნება დამიჯერეთ. თუ თქვენ მართლა ეს გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი მხიარული ადამიანი, რომელსაც მეგობრებსაც გაგაცნობს, ერთადაც კაი დროს გაატარებთ თქვენ, ხო? ერთადაც იქნებით ოჯახში წახვალ და ბედნიერება გექნებათ, ხო? აი სერიოზული ურთიერთობისთვის თუ გინდათ ადამიანი, ჯერ აი ეს გაუშვით, რაც თქვენ აი აქ გაწუხებთ, რაც მე გითხარით რა. ნუ მე რა გეუბნებ, მე გითარგმნით ასე რომ თქვათ რა. ნახოთ ახლა რა უნდა გაუშვა, რომ ეს ახალი ეტაპი დაიწყოს, მაგრამ პრინციპში უკვე გვითხრეს, რომ მთავარი კატალიზატორი ეგ არის, აი ზუსტად ეს უნდა შეცვალოს, თუ აი კითხვებიც იგივე, ნუ არ არის საჭირო უკვე და რამე ვთქვა, იმიტომ რომ უნდა გაუშვა ის, რაც უკვე აი მართლა
გრძნობ შენ თვითონ, იმიტომ რომ მე-20 არკანი ეს როცა მე ვიცი ისედაც რა, ეს არის უკვე ნათლად მესმის, ასე რომ ვთქვათ, ისედაც კარგად ვიცი რა, უნდა გაუშვა ეგ სიტუაციები რა. სხვათა შორის თუ ვისაც გააქვთ უკვე მატრიცები, ან ვისაც გინდათ რომ გაიგოთ თქვენი საგვარეულო პროგრამები, აი ესეც არის ზუსტად მატრიცაში არის. მოდით და გავარჩიოთ, იმიტომ რომ აქ არის ზუსტად ეს თქვენ უნდა გაუშვათ ყველა ვარიანტი ძველი პროგრამები საგვარეულოს მით უმეტეს. იმიტომ რომ აი მან შეიძლება ეს კარმა ურთიერთობის უნდა ნახოთ იქ რა გიწერიათ რა, რომ PDF-საც ხო გიგზავნით, ვინც უკვე იყო ჩემთან კონსულტაციაზე. ანუ ეს თქვენი ძველი საგვარეულო პროგრამებიც უნდა გაუშვათ, სადაც შეიძლება ქალი ბედნიერი არ იყოს, სადაც შეიძლება აი თქვათ, ბებიები, დედები თქვათ და ისევ დიდი ბებიები ხო, უნდა ნახოთ, უნდა იცოდეთ რა იყო, რა ხდებოდა თქვენთან საგვარეულოში. რატო გქონდათ აი ეგეთი მომენტები, თქვათ, რომ არ უშვებდნენ, არის რაღაც პროგრამები, აი მარტო ხელა ქალიც არის, რა თქვათ, ქალები სულ მარტო რჩებოდა, ბევრი რაღაცები ხარ და არ დავიწყებ აქ ამის ჩამოთვლას უბრალოდ, აი ესეც რო გაუშვოთ, ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზოგი მაგალითად, აი თქვათ, უნდა გახდეს იმპერატრიცა, იმიტომ რომ არის იმპერატორი პროგრამა, იმ პროგრამაში არის ის, რომ ანუ ქალები ყოველთვის იღებდნენ თავის თავზე ძალიან დიდ თვირთს და ეს არის, თქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ, მათი კაცები ომში იყვნენ დაუშვათ, ხო? და ხდებოდა ისე სიტუაცია, რომ თქვათ, უნდოდა თუ არ უნდოდათ, იძულებულები იყვნენ და აიღოთ თავის თავზე, თქვათ, ეს პასუხისმგებლობა. მერე უკვე, რა თქმა უნდა, ეს უკვე გადადეს აი ასე რა, საგვარეულოში და უკვე ქალს შეიძლება სულაც არ ჭირდება, რომ ყველაფერი აიკიდოს, მაგრამ მაინც იღებს რა ამ ყველაფერს თავის თავზე, იმიტომ რომ მასე იყო ასეთი სცენარი უკვე ჩამოყალიბდა უკვე საგვარეულოში და რა თქმა უნდა, აი ეხლა ჩვენ მაგალითად ამაზე ვმუშაობთ ბევრს ჩემთან კურსზე, ეხლა ვინც არიან გოგოები კი იციან, რომ ანუ მედიტაციებს პრაქტიკებსაც ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამთავისუფლდეთ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გადავდივართ ისეთ პერიოდში, სადაც უკვე ნამდვილად არ გვჭირდება ეს უკვე ძველი კარმები, აღარ გვჭირდება განულება მოხდება სრული, მაგრამ ვისაც კიდე მოყვება ეს რაღაცები, უნდა იცოდე რა და გამთავისუფლდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ვნახოთ ახლა რა შესაძლებლობას გიმზადებს სამყარო. აი ცოდნასაც ნახეთ, ეს ძალიან მაგარი რაღაცა არის, ახლა აქ რა შესაძლებლობას ძალიან საინტერესო, აბა ნახოთ რა დარგში. სწავლა რო არის და რაღაცა შენი საკრალური ცოდნის გახსნა იქნება ყველა ვარიანტში, რა შესაძლებლობა და ის შესაძლებლობა, რომ შენ შეძლებ ნამდვილად შენი საკრალური ცოდნა გამოუშვა. ნახეთ, ვისაც რა უმრავლესობას ვინც უყურებს, მოდი ასე ვთქვათ, თუ ყველას არა, ვინც უყურებს გაშლებს, ვისაც გაქვთ თქვენ ინტერესი ეზოტერიკაში, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა, ეხლა მე მაგალითად ასტროლოგია მომწონს, მაგრამ ეხლა რომ მოვსინჯენ, ჩემგან ასტროლოგია არ გამოვიდა, ხო? მაგრამ აი ტაროს რო სინჯე უკვე ძალიან გამოვიდა კი რა, აგერ კი ხედავთ შედეგს, ხო? ამიტომ ეს არის რა, ესე იგი საკრალური ცოდნა ყველას ჩვენ გვაქვს, ხო? მაგრამ რაღაცა გვიზიდავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის როგორი მომენტი, იცით, რომ აი დაუშვათ ახლა იმდენი ტაროლოგია, იმდენი ასტროლოგია, რას უყურებთ იმ ვიღაცებს, ხო? რატო უყურებთ იმას? ახლა მე ჩემი მყავს, მე ჩემოსწავლებს სულ ვეუბნები. თქვენი კლიენტები ჩემთან არ მოვლენ, კლიენტი როგორ არ მიყვარს ეგ სიტყვა, ადამიანი მონათესავისულები უფრო მირჩევნია. ჩემთან მოდიან ჩემები. თქვენთან მოვლენ თქვენები არიან ადამიანები, ვინც ელოდება უშუალოდ თქვენს ცოდნას, ხო? და შენ რო ზიხარ დაიკეთები, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ვიღაცას მართლა კიდე ალოდინებ რა. იმიტომ რომ არის შენში ეს ცოდნა რაღაცა და საკრალური და ამიტომ ახლა რა თუ რამე გინდა, თან ნახეთ ახლა კი მესმის, რომ შეიძლება თქვათ, რომ აი ძვირია და რაღაც ძვირი რა არის ძვირი, შენი ახალი ცხოვრება ძვირი, უკაპიკოდ დავიწყე მე საერთოდ ვაფშე ნოლი პულის ფული არ მქონდა, მაგრამ ის არის ჩემი ცხოვრება და მართლა რომ ცოდნა აქამდე უკვე შევცვლიდი ყველაფერს რა, მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს. ამიტომ გენანებად მოგწონს ხა ნუმეროლოგია წადი ისწავლე, მოგწონს ეს ტაროლოგია მიდი ისწავლე, მოგწონს ასტროლოგია ისწავლე, დეტახილინგი რა ვიცი რა მოგწონს რა.
წადე და ისწავლე და მაგრამ უნდა ეს ცოდნა გამოიყენო, იმიტომ რომ განდაგელს აქ ეს მეორე მხარე, რომ რაღაცას ისწავლე და ზის თავისთვის თქვა, ხო და ვიმე არ ვიცი რა, ხა ვის უნდა და ვის უნდა და უნდა, შენ თქვი და უნდა. ხო, აი ხა წარმოედგინეთ რომ ხა დავუშვით მე რომ აქ არ მოვიდე თქვენთან, თქვენ რა იცით, თქვა დავუშვით მე ხა ვარ თუ არა ვარ, ხო? ამ დროს ხა ვინც მოდის ჩემთან, აჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომ ვინმე ესე თქვა რომ იმე რა სად ვიყავი. პირიქით ყველა იძახეს რომ რა კარგია რომ აი ახლა გავიგე სად უნდა წავიდე, ხო ეს რამხელა რამეა, იმიტომ რომ აქ ადამიანს აქ დიდი ცოდნა, საკრალური ცოდნა და როცა აი ადამიანი უკვე მოდის შენთან, შენ ხო ხსნი იმ რაღაცა შენ ცოდნას და ну შენს ხო რაღაცას სწავლობ, მე შემოსწავლებ სულ ვეუბნები, მე თქვენ გაღვიძებ, მე არაფერს არ გასწავლეთ. იმიტომ რომ თქვენშია ეს ენერგია, თქვენშია ეს ცოდნა, ხო? მე უბრალოდ ბიცკს გაძლევ და ნაჩვენ თქვენ თვითონ ძალიან მშვენივრად კარგად იცით ყველაფერი აბსოლუტურად რა. უბრალოდ აი ბიცკი გაღვიძება, აი ეს გჭირდება ჩვენ, ხო? და აუცილებლად აი ეს და უნდა გაიღვიძო და უნდა ადგე და უნდა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყველა ვარიანტი შეიძლება არ არის თქვა საჭირო ყველა გამოვიდეს საჭირო, მაგრამ შეიძლება შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებისთვის იყოს საჭირო რა, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი აქედან, აი ვინც ვარ დედამიწაზე, არა ვართ არასაჭირო მოდე ასე თქვა რა. ერთმანეთს ჩვენ სულ ყველა ვჭირდებით აბსოლუტურად რა. აი ეს დაიმახსოვრეთ რა, უბრალოდ შენ უნდა იცოდე. აი აქ სამყარო იმას გიმზადებს, რომ შენით თუ არ მოგინდება გაგახსნევინებიან. კი, აი ზუსტად. კიდე ნახეთ აქ როგორი ვარიანტი მოდის თქვენთან. გეტყვით ახლა, აი მარტოობაში თუ იყავით დიდი ხანი, ხო? აუცილებლად იქნება სამყარო გეუბნება, რომ საყვარელი ადამიანი მოვა. აქაც მაჩვენეს თასების მეფე, აქაც თასების მეფე მოვიდა. შენ ჯერ მაგას შეიძლება არ იცნობ, მაგრამ ნახეთ, აი ხა ჩვენ გადავდივართ ზუსტად ამ ეტაპზე, ჩვენთან ახლა ტრენინგზე, რომ უნდა გავუშვათ ეს ძველი ენერგიები, ну ვინც უკვე ხო არის ზოგჯერ ხა პარტნიორთან არაფერი არ აქვს, მაგრამ მაინც გეფიქრება სადღაც ახლა ვუშვებ და მე უკვე მონათესავი სულის მოზიდვა ეს არის, ეს ძალიან კარგია, მე არ ვიძახე რომ თქვა ადამიანს არ უყვარხარ, არ სჭირდები წავი და გითხრა რომ თავი დამანებე და აი ძალიან გთხოვ ჩემთან, ნუ მოდიხარ ეგეთ რამეებზე და კაცი დამიბრუნე, ეს არის აი უკვე მე აი ძალიან უკვე ცუდი განწყობა მაქვს, ესე იგი კაცმა გითხრა არ მიყვარხარ, ან ადგა წავიდა, ან ვიღაცა სხვა აერჩია და შენ ახლა კაცი დამიბრუნე არა. ხო, და აი აქ ну ეს ჩემი პოზიცია ხა შეიძლება ზოგი ხა ფულის გულისთვის დაგებრუნებენ კი არა twinსაც აგერევენ მე ნამდვილად არ მინდა ეგეთ რამე. აი აქ ჩვენ ვაკეთებთ რა, ახლა მონათესავი სულს შეგიძლია შენ სადღაც არის შენი მონათესავი სული, მიაწოდო შენი ხმა და ის მოვა შენს სუფთა ენერგიებზე და აი აქ არის ეს მომენტი რომ ნახეთ გელოდებათ უკვე თქვენ ეს თქვენი მონათესავი სული. უბრალოდ აი ეს ტექნიკა და პრაქტიკას, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ის აუცილებლად, ну ეს ჩემ გოგოებს ვეუბნები, დაგეხმარებათ, იმიტომ რომ აქ ცვლილება თქვენ თვითონ, ნახეთ, შეცვალეთ რაღაცა დამოკიდებულება და ნამდვილად აქ იქნება კი, ну ბევრ რამეს ხა კი აკეთებ თქვენ ხა ყველა ვარიანტი და ამიტომ მოდის თქვენთან ეს თქვენი იმპერატორი მოდის. ну ვიღაცასთან არ ვიცი გოგოებო შეცვლილი თქვენი იმპერატორი შეიძლება დაგებრუნდეს, ვისთანაც შეიძლება თქვენ უკვე დაასრულეთ ურთიერთობა, მაგრამ აქ ადამიანმა შეიძლება მიხვდა რომ ნამდვილად შენს გარეშე არ შემიძლია და მოდის თქვენთან აქ ეს ადამიანი, მაგრამ რითი მოდიხარ რა გინდა? ну ახლა რაღაც მომავალს შემოგთავაზებს, გეტყვის რომ ბევრს ფიქრობდი, გეტყვის რომ აი ძალიან ახლა მიხვდი რომ შენ ხარ ის ვინც მე მინდა, მიხვდი რომ უსამართლოდ ვიქცეოდე, ბევრს ფიქრობდი და სულ ყველაფერი აქ გავიაზრე, მიხვდი აქ ადამიანი ძალიან ცუდ დღეში იყო, მაგრამ უნდა დაუჯერო ამას. ну აქ რას იძახიან, იცით რომ პრინციპში აქ ახლა ну თქვენი არჩევანი კი იქნება ყველა ვარიანტში, მაგრამ როგორ არის ისე თუ მან თქვენ აი ნახეთ თქვენ აქ უკვე უნდა უთხრათ ამ ადამიანს, თქვენი ფასი, თქვენ ვინა ხართ, როგორც რომ შეცვლილი მოდიხარ. თუ რამეს გააკეთებს თქვენი გულისთვის კი თუ არა და ეს მე მგონი შეიძლება ისე მოდის რაღაც მსუბუქად თუ მოვიდა არ გინდათ და თუ დაუშვით მიხვდა ნამდვილად თქვენი ფასი, ну ნახავთ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ აქ ადამიანს შეიძლება უბრალოდ ახლა თქვენთან
კარგად იყო, კარგი ცხოვრება გქონდა და ამიტომ ისი უნდა რომ მოვიდეს თქვენთან რა მაგის გამო და არა თქვათ იმის გამო რომ ნუ ხო აქ არის ძალიან დიდი მიჯაჭვობა რა იმიტომ რომ ძალიან ბევრს აძლევდეთ თქვენ ამ ადამიანს მაგრამ ნუ დაფიქრდეთ თქვენ თვითონ დაფიქრდებეთ ეს გჭირდება თუ არ გჭირდება და შემდეგი კითხვა მქონდა ანუ როგორი გახდება შენი ცხოვრება აი ნახეთ მაღალი არგანი, აი როგორი და სულ წინსვლა და სულ წინსვლა და წინსვლა და წინსვლა. აი ეს ამდენი ნერვიულობები, ამდენი რაღაცები თქვენ თუ გახსნით ამ ყველაფერს, გექნება ძალიან მაგარი წინსვლა. ვიღაცას ექნება შეიძლება გადაასვლა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, ვიღაცას სხვა თქვათ, ნუ შეცვლით თქვათ საცხოვრებელს, ვიღაცას გექნებათ წარმატება უდიდესი რა, ბიზნესის შექმნა, რა გინდათ, რა ყველაფერი აბსოლუტურად გზა გაგეხსნებათ. კი, აი ყველანაირ გამოდიხარ თქვენ ამ ძველი პროგრამებიდან და მიდიხართ იქ, სადაც თქვენ აკეთებთ იმას, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გსურთ და უკვე თქვენ უარს არ ამბობთ იმაზე, რაზეც თქვენ დაუშვათ ადრე უარს ეუბნებოდეთ თქვენს თავს. აქ ნახავთ თქვენ იმ საქმეს ნამდვილად, რომელიც თქვენ მოგიტანთ, აი ძალიან დიდ ბედნიერებას ვიღაცა მართლა ძალიან მაგარ პროფესიაში შეიძენ, ძალიან კარგად ისწავლით რაღაცას მიიღებთ იმას, რაც თქვენ გსურთ. და ანუ თავარი არის აი აქ გზავნილი რომ შეცვალე მიდგომა დრო მოვიდა რომ უკვე შეცვალო შენი ცხოვრება და უკვე რა თქმა უნდა შენზე არის დამოკიდებული მაგრამ ეს ნახეთ უნდა ძველი უნდა წავედეს და აი ეს ახალი უნდა შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში